რადიო რო არის, ფრანგულ რადიოს რო იჭერს, რატომაც არავინ რო არის ის რატო იჭერს და ცოტა ხანი რო აჩერებ, რომ გინდა რომ რაღაცა დააფიქსირო, რომ გაიგო. აი დაახლოებით აი ესეთი ბრალდება არის რა, რო გინდა რომ გაიგო, აი რაღაცა მაინც დაიჭირო, რას გედავებიან და აი მაინც ვერა. ხო და რაღაცა წარმოუდგენელ ამბავში ვართ და არ ვიცი, იმედია რაღაცებს პასუხი გაეცემა ადეკვატურად თქვენი მხრიდან. დიდი მადლობა. ვიდეოში 3 ნიუთი რასაც ვისვრი, 2 მესროლეს თვითონ. პირველება. 2-ვე მომხვდა. ხო, ანუ შესაბამისად ეს არავის არ დაუოლებია ჩემთვის. და ვერც ვერავინ დამავალებს მე ვიღაცა არ ვარ, რომ ვიღაცებს რო რაღაცებს ავალებენ და მე აკეთებენ, მე ეგ არ ვარ. მეორე მინდა რომ გითხრათ, რომ ძალიან წუხარ თქვენს გამო და თუ ოდნავ მაინც გონიათ მართლები 1%-ით მაინც გონიათ თქვენი თავი მართლები, მე გეტყვით, რომ თავს არავის არ ვადარებ, მაგრამ გეტყვით, რომ თვითმფრენავის ბიჭების ბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ გიხედავთ ისტორიის ვინ რომელ ფურცელზე არის. და ეს იქნება ყველაზე დიდი ბედნიერება, რომ აი რამდენიმე წლის მერე რო გადავხედავთ, რაც საგნა მოგვიწიოს ჩვენ, ვინ სად იქნება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ადამიანურად ყოველგვარი ბოხმის და ბოროტების გარეშე წუხარ თქვენს გამო და გისურვებ თავისუფლებას. ემოციები უნდა განახათ მაშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ ქალებს, ახალგაზრდას, ბიჭებს, სტუდენტებს როგორ ექცეოდნენ სამართალდამცავები. აი ემოციები იქ უნდა განახათ. მადლობა. ორგანიზებული ჯგუფურ ძალადობაში გვედავება კონკრეტ პროკურორი და თან ამბობს რომ შენ ცალკე ჩანდი ამ ვიდეოში, შენ მარტო ჩანდი. ანუ არ აქვს ვიდეო, სადაც ჯგუფურად ჩანვართ ერთად. და მე მგონი პროკურორმა სიტყვა ჯგუფურის მნიშვნელობაც არ იცის და თან უტიფრად ის მთელი 3 თვის მანძილზე იმეორებს რომ ჯგუფური ძალადობაო და რაც ყველაზე მთავარია 2 თვის წინ იმ მიზეზით გადადეს სასამართლო რომ მაშინ არ იყო საკმარისი არგუმენტები და 2 თვეში მოვაგროვებთო და ზუსტად იგივე წაიკითხეს რაც 2 თვის წინ. მე ჩემი შინაგანი რწმენა მაძლევს იმის საშუალებას რომ თქვა დღეს მე გური მირცხულავა განორჩეულად იმისა რა განაჩენი დადგება დღეს რა იქნება საბოლოო განაჩენი აქ გავარ ამაყად და მე მადლობელი ვარ აი თითოეული ამ ადამიანის თითოეული იმ ნაბიჯის რომელიც მათ გადადგეს და ბატონო მოსამართლეო უბრალოდ ამის საპირწონედ შეუძლია პროკურორს გაიმეოროს იგივე მე პროკურორი ვაჟა თოდუა ამაყი ვარ რასაც ჩავდივარ დღეს და ჩემი თითოეული ნაბიჯი მიზანმიმართულია ჩემი ქვეყნის გაძევებისათვის ხო გაიმეორე ერთი წუთით რა იმ ტიფლიში ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს იმ წესრიგის დედავატირეს სადაც მე მოღალატე ვარ და შენ კი მირიო და ახლა რო გიყურებ ზუსტად იგივე განცდა მაქვს იმ სამართალს რა უთხარი სადაც ჩვენ მოძალადეები გვქვია და თქვენ სამართალს გამსავალ.